ყველა ინსტრუმენტიდან ყველაზე რთული დამწყები მენეჯერებისთვის და არა მარტო დამწყები მენეჯერებისთვის, გამოცდილი ხალხისთვისაც არის ფიდბექი, უკავშირი. ეს უკავშირი მილიონნაირ სიტყვას შეხვდები, შენიშვნა, საყვედური მძიმე კონოტაციები აქვს, ასე ვთქვათ, შენიშვნა მე არ მიმიღია, მე არ მივიღებ შენიშვნას, მოკლედ ის ემოციებთან არის კავშირში, ჩვენ აღზრდასთანაც არის კავშირში, ასე ვთქვათ, რომ მიღებული შენიშვნა ავტომატურად რაღაცა პრობლემა იყო, ასე ვთქვათ, რომ შენიშვნებს არ იღებს ეს ბავშვი, ან შენიშვნებს არ იმსახურებს და ასე შემდეგ, ხო? და ეს ბავშვები მოვიდნენ, ხო, სამსახურში იგივე ხალხია, გაიზარდნენ და ეხლაც არ უნდა შენიშვნის მიღება. მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს ის თანამშრომელი, რომელიც უკავშირის გარეშე სწორად მიხვდება ყველაფერს. წარმოიდგინეთ მიზანში მსროლელი, ანუ ტყვიის მსროლელი სპორტული, რომელსაც არ ეუბნებიან სად მოხვდა. ანუ ეს ისვრის და შორია, ვერ ხედავს და კიდევ ისვრის. არ არსებობს, რომ ეს ადამიანი გაჩემპიონდეს, ხო, რანაირად უნდა გაჩემპიონდეს. უკავშირი ზუსტად არის ის ადამიანი, აი, ხან ავტომატიზებულია, რომ მოვა ეს სამიზნე ესე ავტომატურად, შეხედავ და მიხვდები, რომ აი აქ მოგიტყამს, იქა მე დაფიქსდები რა ქნა, დახვეწავ მოქმედებას, შემდეგს გაისვრი და ასე შემდეგ. ყველა საქმე არის ზუსტად ესეთი. ლექციებს ატარებ, ფიდბექი გჭირდება, გადაცემებს აკეთებ, ფიდბექი გჭირდება, დოკუმენტებს აკეთებ, ფიდბექი გჭირდება, მოლაპარაკებები მიკრავს, ფიდბექი გჭირდება ეს. ოღონდ აი სად არის მაშინ კონსტრუქციული და დესტრუქციული, ხო? კონსტრუქციული ფიდბექი გჭირდება ჩვენ და კონსტრუქციული ფიდბექი ყოველთვის ეხება მომავალს. აი მთავარი, რასაც ჩვენ მენეჯმენტის ტრეინინგზე ვასწავლით, არის რომ კონსტრუქციული ფიდბექი შეიძლება დესტრუქციულისგან გაარჩიო იმით, რომ დესტრუქციულში იქნება წარსულ დროში რაღაც ამბები, აი რატომ მოხდა გუშინ წინ ის რაც მოხდა, უკვე დესტრუქციულია, ზუსტად ვიცით რომ დესტრუქციულია, არ შეიძლება ეგ იყოს კონსტრუქციული. კონსტრუქციულში არის რომ შემდეგ ჯერზე როგორ გავაკეთოთ რომ ქუჩის ხმაური ვიდეოში არ შემოვიდეს, შემდეგ ჯერზე როგორ არ დაგვაგვიანდეს დაწყება პროგრამის, შემდეგ ჯერზე როგორ არ დაგვრჩეს ბევრი კეითერინგის დაუშვათ ისა პროდუქტები და ასე შემდეგ. შემდეგ ჯერი არის მომავალში. ჩვენ ყველა ვიცით რომ შემდეგ ჯერზე გავლენა გვაქვს. იმ თანამშრომელმაც იცის, მენეჯერმაც იცის და ყველა. ამიტომ ეგ ლაპარაკი არის კონსტრუქციული, იმიტომ რომ construct, ანუ ჩვენ შევქმნით იმ შემდეგ რეალობას, რომელშიც ყველაფერი კარგად იქნება და პოზიტიური და ოპტიმისტურია და ჩვეულებრივ ჩვენ ფიდბექის სწავლებისას ვეუბნებით, რომ თუ გჯერა და გულწრფელად უნდა უთხრა, რომ მე მჯერა, რომ შენ გამოგივა აუცილებლად ისე, როგორც საჭიროა, ხო? ეხლა დესტრუქციული ფიდბექი, რა თქმა უნდა, რომ აბა მითხარი რატო დაგაგვიანდა და ადამიანები ისტორიებს ყვებიან, ეს ყველაფერი გავს სასამართლოს, სასამართლოში, რავი, ადვოკატი მაინც არის და დამცველი ორივე მხარის, აქ რაღაცა მსაჯული არის უფროსი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ფიდბექი არის ძალიან სერიოზული პრობლემა. არ უნდათ უფროსებს ფიდბექის მიცემა, იმიტომ არ უნდათ რომ არიციან სწორად როგორ მისცენ და როგორ გახადონ კონსტრუქციული ნაწილი და მეორე კულტურულად ამ ადამიანს რომ შემოვიდეს კარში ახალი თანამშრომელი და უკითხოთ რომ შენ რა გირჩევნია შემდეგ 3 წელიწადში 100 ჯერ მიიღო ფიდბექი თუ შემდეგ 3 წელიწადში 5 ჯერ მიიღო ფიდბექი უარყოფითი ფიდბექი იტყვის რომ რა თქმა უნდა 5 ჯერ ეგ არ არის კარგი კარგად მოუქცეულ ვარ და გამარჯობა შენი ესე იგი ვერ გაიზრდები ფიდბექი არის საზრდო აი წყალი რომ დაუსხა მცენარეს ეგ არის ფიდბექი სწორად თუ არის გაკეთებული ხო ამიტომ მენეჯმენტის ტრეინინგზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა შეიძლება ვთქვათ რომ ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა მაგრამ მაინც მაგრად ჭირს მაგის მიღწევა რომ წავიდეს ადამიანი და გახსნილად და კონსტრუქციულად ელაპარაკოს თავის თანამშრომლებს